რა დონეზე ვართ. ეხლა ავდგებით და ჩვეულებრივად Tailwind-ს დავაინსტალირებთ. ცოტა მონიტორი ამბავია და ამ შემთხვევაში მე framework guide-ში შევალ, white-ს მომნიშნავ. ამ შემთხვევაში დამჭირდება JS. ჩამოვიღოთ. ჩვენ პროექტში, ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ხო პროექტში, მოდი გავუშვათ npm install-ი, რომ შევაც white-ის ამბები. ეს digital-ს დაანჭედოს ჩემთან Tailwind-ს აინსტალირებ ალბათ 1 წუთზე მეტია. npm install-ი ხო დავაუბრუნოთ არა შავს. ანუ ზოგადად მასე ჭირს ხოლმე მაიო თუ ეხა კონკრეტულ შემთხვევაში. არა, პირველად შვება ესე. Tailwind-ზე არასდროს არ უქმნია ამდენი ხანი. კი ბატონო, ანუ npm-ი დავაინსტალირეთ ეხა ჩვენ შემთხვევაში. ეხლა წამოვიდეთ და ხო იგეში Tailwind-ის კომანდი. მოკოპირებული მაქვს მე უკვე. რა მეინტერესებს, ჯერო Tailwind-ი დავაინსტალირე და npm-ი არ მაქვს, მაგიტომ ხო არ შვება. შეიძლება მაგის ბრალი იყოს. მაგრამ ნახე, ანუ ხო, იდეაში გამოდი ხო, იმიტომ რომ node მოდულები ჩამისვა ჯერ თვითონ. ჩამისვა node მოდულები ჯერ და ეხლა დაინსტალირა. ეს ხო არ გაუშვი შემდგომ. რაღაც არასწორი კოდი გავუშვი მე მგონი ერთი წამით. შავს. რა მაჩვენე? ნახე. ხო, ეს კოდი გავუშვი. აი ეს მოდულები რო არ მქონდა. არა. მეორე, აი მან პირველი გავუშვი და მოდულები რო არ მქონდა, ჯერ მოდულები დაინსტალირა და მერე გავუშვა Tailwind-ი. კი ბატონო. ერთხელაც მაგიტო დააგვიანა. ხო, სავარაუდოდ ორივე ერთად დაინსტალირა. ან მაინც npm install-ი გავუშვი, გინდა თავიდან რომ რამე არ გამოგვეყაროს. და მოდი ეხა კონტენტი მოვაკოპიროთ. ჩვეულებრივად. ავდგეთ ეს კონტენტი და წავიღოთ ჩვენს Tailwind config-ში, რომელიც კომანდმა შეგვიქმნა. ეს თან ჯავს, არა უშავს. აი ესე. და ასევე დაგვჭირდება რომ გავუშვათ index.css-ში ეს პირველი მოვაკოპიროთ და main.tsx-ში კი არა და index.css-ში ჩავაფინიშნოთ. აჰა. ჩვენ Tailwind დაინსტალირებულია. ყველამ გავიარეთ ეს ეტაპი, თუ ვინმე სხვა არ აქვს დარჩენილი, მაინტერესებს. 2 წამი დამელოდეთ და მოვჩები. ბატონო. ანამდე სხვებმა შეგვიძლია პროექტი დავსტარტოთ. შევხედოთ ყველაფერი მუშაობს თუ არა. localhost-ი გავუშვათ. ამე თუ არიან დაბაგული რაღაცებს გავხსი, შევხედოთ. ეს ამაში ჩვეულებრივად გაეშვა არანაირი ერორი არ აქვს. ეს რა მაინტერესებს, Tailwind-ი გაქვს დაინსტალირებული აქ? Tailwind-ი დავაინსტალირეთ, კი. პირადად მე მაგ რეპოზიტორიში არა Tailwind-ი მანდ არ ქონია დაინსტალირებული ვარ ხო მაგას თუ მეკითხები. მან პირდაპირ სტილები გავწერე, იმიტომ რომ ბევრი Tailwind-ის წერა არ გვიწევს, მაგრამ ბევრი სტილის წერა ეს ვთქვათ არ გვიწევს. მაგრამ რახა ლევანმა იკითხა, ბარემ Tailwind-ის დავაინსტალირე. აი მაია რო დაინსტალირდება ყველაფერი გითხარი და კი, მზად ვარ. შემოვშ. მზად ვარ, ხო? მაშინ თავი უბრალოდ ზედმეტ ფაილებს. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ხო გითიგნავს ის გვაქვს. ერთადერთი რაც დაგვჭირდება ახლა გავუშვათ თვითონ git init-ი, git-ი დაინიციალიზებს და მორჩა. ესე რომ რაღაცა შეგვეცვალოს მოდულებიც ჩაშავდეთ. კაი.
როგორც ვახსენე, ესე იგი, ნახეთ, ანუ public-ში გვაქვს ესეთი ვიდეო. ესეთი ვიდეოა. შესაბამისად, ჩვენს scroll-ზე გვინდა რომ ესეთი ანიმაცია გაკეთდეს რა. ანუ მე როცა ჩამოვსკროლავ, ესეთ ფონები ამოხტება და ესეთ ანიმაციას გააკეთებს. ანუ თითოეულ ჩამოწევაზე, ესე ვთქვათ, მსგავსი ანიმაცია გაკეთდება, ხო? რაღაც modern landing page-ებზე ძალიან საინტერესო არის ხოლმე და შესაბამისად, ხო, ძალიან კაია ეს feature-ი თუ გვეცოდინება როგორ გეთდება. მოდი დავიწყოთ ახლა განხილვა, ანუ ამ შემთხვევაში მოდი მე, ხო, ანუ აქტივს გავაკეთებ პირველ შემთხვევაში და ჯერ მოდი ვისაუბროთ ახლა. მე თუ აქ ავდგები და image-ს, ხო, და აქ მაგალითად source-ად მექნება image-ის სიტყვაზე რაღაც ერთი web-ი, ხო, აი ესე. მე არ შემიძლია რომ ანუ ესე გარდავქმნა, ხო, ეს image-ი. მაგალითად რაღაცა image-ის ორი web-ი. ესეთი რაღაცა. იდეაში public-ში რაც ხდება, ხო, მაგას აღნიშნავ, რა ვიდეოც ახლა მე თქვენ განახეთ, image-ში არის, ხო, ანუ 86 ნაწილად დახლეშილი, ანუ თითოეული მოძრაობის screenshot-ი არის გაკეთებული და შესაბამისად, ხო, იდეაში ჩვენი კონცეპტუალური თლიანი არსი იქნება იმაში, რომ scroll-ზე ეს image-ები შეიცვალოს ავტომატურად და შესაბამისად უკვე შეგვექმნას რაღაცა ანიმაციის ვიზუალი თითქოს და რაღაც ვიდეო ეშვება. პირდაპირ ვიდეოს ვერ დავარენდერებთ, მსგავს რაღაცასაც ვერ გავაკეთებ, ხო? image element-ში. შესაბამისად, მსგავსი კონტენტის გასათავსებლად ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ელემენტი. ეს ელემენტი აბა თუ ვიცით ვინმე რო შემახსენოს, თუ გამოგვიყენებია მაინტერესებს. ესეთი ელემენტი არის canvas ქვია, ხო? რომელიც ამ self-closing-ი არ არის, image-ისგან განსხვავებით და შესაბამისად ამ canvas-ში ჩვენ უნდა გამოვიტანოთ ეს image-ები, ესე ვთქვათ. პირდაპირ ვერ გამოვიტანთ, შესაბამისად დაგვჭირდება ამისთვის რა? ხო, რაღაცა DOM манипуляция. რახან React-ში ვართ ახლა vanilla DOM-ს რა თქმა უნდა არ გავწერთ. შესაბამისად, იდეალური ვარიანტია, როგორც წინა ტუტორიალში, ასევე გავაგრძელოთ user-ების უფრო კარგად დამოყრება. შესაბამისად, მოდი მე აქ დავადეფაინდებ ახლა ჩემთვის რაღაც course refs დავარქმევ ესე. და მოდი იყოს use ref-ი შემოვაიმპორტოთ. ამას იქნება თავისი სტილი, ხო? და ეს სტილი იქნება HTML canvas element-ი, ხო? იმიტომ რომ canvas element-ია და თავიდან მოდით იყოს ჩვენი ელემენტი. აი ეს. შესაბამისად, ეხლა ერთ-ერთი მე რაც გამჭირდება არის რომ ამ canvas ref-ი გრის ეს refs. აი ეს. ref-ით დავაკავშიროთ ჩვენი canvas-ი. Okay, ამაში თუ მოგყვებით. აი, აქ თუ გასაგებია ყველაფერი, მოდი მაშინ ამას, ამ canvas მოდი მე რაღაც class name-საც გავუწერო, ჯერ ანუ ვიზუალურად დავინახოთ რა, პირველ რიგში. შესაბამისად, შეგვიძლია გავუწეროთ ვიცი 1000 პიქსელი მოდი იყოს და height-იც გავუწეროთ 1000 პიქსელი. ისე ვიზავრო border-საც გავუკეთებ, მოდი, რომ თან დავინახოთ ვიზუალურად სად შეიძლება რომ დარენდერდეს ეს ჩვენი canvas. ანუ შესაბამისად ხედავთ აი აქ უკვე, ხო, ჩვენ ხას რომ ანუ აი ეს არის იდეაში canvas. ხო? ეს რაღაცას რო გავაკეთოთ, აი რაც დაპოვერდა, ეს არის ახლა გაკეთებული ჩვენი canvas მიერზე. ამისთვის ახლა მოდი ხო, ანუ ჩვენ იდეაში აქ არაფერი კონტენტი არ გვაქვს, სხვა რაღაცას საერთოდ არ ვაკეთებთ და შესაბამისად მოდი რაღაც ხელოვნურად შევქმნათ ჩვენ რაღაც სიგრძე და სიმაღლე იქიდან გამომდინარე რომ რაღაც scrollable იყოს და რომ დავინახოთ როგორ მუშაობს, ხო? ნუ რეალურ პროექტში კონტენტი გვექნება, ამის გაკეთება არ დაგვჭირდება, მაგრამ ახლა მოდი ხელოვნურად შევქმნათ, თვითონ რაღაცეები არის დადეფაინებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე კაი ხრიკი არის ამ canvas თავზე შევქმნათ self-closing div
ესეთი რაღაცაც ძალიან ვალიდურია, ხო? თუ div-ში კონტენტს არ ვათავსებთ და პროსტა რაღაც სტილებისთვის გვჭირდება, მაგ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია და ამის class name-ად შეგვიძლია გავწეროთ და მაგალითად height-ი მივუთითოთ ამას რამე უფრო დიდი, მაგალითად 2000 პიქსელი. მოდი ამასაც მივუთითებ თავის height-ს, ხო? height-ი ამას კონდეს, მოდი 1000 პიქსელი, არა, 5000 პიქსელი. აი ესე გავაკეთოთ. შესაბამისად ახლა შევხედოთ, რა მოცემულობა გვექნება. საკმაოდ scrollable არის და აი აქ არის უკვე ჩვენი Canva დარენდერებული ეს. შეგვიძლია ეს ბარი გადავიტანოთ და ხო ანუ ცენტრში რომ მოხდეს, შეგვიძლია რომ იყოს display flex-ი იყოს flex column-ი მაგალითად ასევე justify center line items align center-ი let's justify center ხო center გავწერეთ და წესით ვას შუაში. აჰა, ჩვენი canvas-ი რაღაცა შუაში დაგვირენდერდა, ესე რომ ვთქვა და აქ scroll-ის საშუალებაც გვაქვს, ხო? შესაბამისად აი აქ რო შემოვალთ დარენდერდება ჩვენი ანიმაცია და შესაბამისად ანუ რო ჩამოვსკროლავთ ის ვიდეო რაც განახეთ ეგეთი ამბავი გვექნება. შესაბამისად ანუ როგორც განვიხილეთ ესე ხო ანუ ამ ფიჩერის ვანილაზე წერა არის სრული კოშმარი. შესაბამისად ჩვენ გვაქვს ესეთი ბიბლიოთეკა, მე აღნიშნავ framer motion, რომელიც რაღაც motion-ად გადაკეთდა. ამას წინა Timcol-ში აღმოვაჩინეთ. და მოდით ეხლა დავაინსტალიროთ ჩვენი motion. npm ესე დავწეროთ npm install motion. პირდაპირ motion. და არაფერი არ ვჭირდება. აი სანამ ენდება ვინმე ხო არ ჩამოვჭით ან რაღაცა ხო არ არის გავგებარი. მე არა. ხო, სხვებთანაც მშვიდობა არის, ხო? ეს motion-ი როგორ დავინსტალირეთ, ერთ წამით React npm install და motion. აი ეს. npm i, ხო? npm i არის npm install-ის რაღაცა shorthand ვერსია და პირდაპირ შეგვიძლია გავხსნათ. კი ბატონო. ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა ესე რომ ვთქვათ იქნება რა? რომ ავდგეთ და ამ motion-ში ჩავსვათ ეს ჩვენი ვიდეო. ნუ დავხდებით პირდაპირ ვიდეოს ვერ ჩავსვავთ. ხო რა გავაკეთო. და შესაბამისად დაგვჭირდება framer motion-ის ელემენტების გამოყენება. ამ შემთხვევაში პირველი ელემენტი რაც framer motion-ში გვაქვს, ხო, რაც გააჩნია თავის სხვადასხვა ოპშენები, ესე რომ ვთქვათ და ერთ-ერთი არის use scroll hook-ი და ამ use scroll hook-იდან, ხო, მოდი ჯერ const და მოვიღოთ და იქნება use scroll-ი motion React-იდან პირდაპირ. აი ეს. შესაბამისად აქვს გვაქვს ჩვენ ესეთი value, რომელიც არის scroll y progress. ანუ, როდესაც ჩვენ სიგრძეზე ვსკროლავთ რაღაცას, ესეც შეიძლება ვხსნათ. ამ შემთხვევაში რა განხორციელდეს? შესაბამისად use scroll hook-საც აქვს თავის პროპერტები, რომელიც უნდა ჩავაცოდოთ და ეს ყველაფერი ეწოდება object-ში. და პირველი ეს არის target-ი. ხო, ანუ target-ი ეხლა რას ნიშნავს ამ target-ი, ანუ ეს რაღაც scroll i progress-ი, როდის გამოვიყენოთ, ხო, შესაბამისად, ანუ რომელ ელემენტს გამოედოს ესე რომ ვთქვათ ქართულად. შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ გამოედოს ჩვენ canvas და ჩვენ Canva ref-ით, ანუ ref-ი არის ზუსტად აი document get element by id ხო გვაქვს ჩვეულებრივ DOM-ში და ჩვეულებრივად რაღაც ელემენტს ვიღებთ.
როდესაც ელემენტს რაღაც პირდაპირ refs გავუწერთ, შესაბამისად ზუსტად ეგ არის, რომ უკვე აი მაგ refit, ref-ი ახლა ჩვენთვის კონკრეტულად იქნება იმის წყარო, რომ ჩვენ აი canvas-ზე პირდაპირ манипуляცია მოვახდინოთ. თუმცა манипуляცია მოვახდინოთ ისე, რომ რენდერი არ გამოიწვიოს ჩვენმა რეაქტორმა, ხო? State-ის change-ის შემთხვევაში render ხდება, მაგრამ როდესაც refs ვიყენებთ, ref-ი არ იწვევს render-ს. შესაბამისად, აქ მოდი პირდაპირ l ref-ი გავუწეროთ ასე. და შემდგომ იქნება offset-ი. და offset-ი არის array, მოკლედ რომ ვთქვათ, და offset-ში დაგვჭირდება რომ ჩავწეროთ center და end-ი. და როდის დასრულდეს, რომ ჩავწეროთ start. ნუ ეს არის რა ახლა, ხო? ანუ okay, element target-ი გვაქვს, რომ მოდი ახლა ჩვენ манипуляცია მოვახდინოთ ამ use scroll-ით თვითონ canvas element-ზე და შიგნით რაც მექნება, მაგრამ მარტო ეგ ხო არ არის, ანუ თან გვჭირდება როდის დაიწყოს და როდის დასრულდეს. და ამ შემთხვევაში, ხო, უთითებთ აი ამ offset array-ში, ხო, ანუ center არის რომ, okay, ცენტრში როცა მოვა დაიწყე და end-ი რომ მოხდება, მან დასრულდი და start-ი არის, როდესაც ანუ როცა ზემოთ ავსკროლავთ უკვე, ანუ ეს არის ჩამოსკროლვის დროს, მეორე არის ასკროლვის დროს და ანუ start-ის დროს უკვე შენ დაასრულე ანიმაცია. ესეთ რაღაცას გავაკეთებთ აქ. რამე კითხვა თუ გვაქვს? კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ მოდი ახლა მე ავდგები და გამოვიძახებ აი motion-დან ახალ ფუნქციას, რომელიც არის use motion value event. აი, ესე ამოვიდა, ამასაც ავტომატურად დავაიმპორტებ და ახლა ეს რა ფუნქცია არის, ხო? ახლა ეს ფუნქცია და გამოვიყენოთ როგორც. შესაბამისად, ეს ფუნქცია რომ გამოვიყენოთ, ამას სჭირდება 3 პარამეტრი. პირველი პარამეტრი არის კონკრეტულად აი ეს scroll-ის ამბავი, ხო, ანუ scroll-ის დროს რაც ხდება, ანუ რა ივენთი ხდება და პირდაპირ ჩავუწოდოთ scroll y-ი. ასევე დაგვჭირდება რომ ჩავუწოდოთ თვითონ property რა უნდა მოხდეს და ამ შემთხვევაში მე ჩავუწვდით change და ასევე ანონიმური ფუნქცია უნდა ჩავუწოდოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოდი მე latest-ს გამოვიყენებ, ანუ ბოლო რაცა მაქვს და უბრალოდ დავლოგავ so logs on latest და თან შევხედოთ, ანუ ეხლა ამ use motion value event-ით, ხო, ანუ რაღაც value-ს გვაძლევს რაღაცა event-ის შემთხვევაში, ხო? თვითონ სახელიდანაც გამომდინარე. შესაბამისად, მოდი ეხლა გადავიდეთ კოდში. ზემოთ ავსკროლო. გავხსნით ჩემთვის ეხლა specs, რომელსაც ამხრივ ვიხსნით ჯერჯერობით. აი ესე, ხო, კონსოლის ვნახოთ და მოდი ეხლა ვნახოთ კონსოლში რა მოხდება. ანუ ნელ-ნელა ჩამოვსკროლოთ. ანუ როცა ნახეთ, ანუ უკვე ცენტრს გამოვსვით, ხო? აი აქ დაგველოგა უკვე აი ეს ივენთები, ხო? და ანუ ეს ივენთი არის რაღაცა თუნელის ამბავი. შესაბამისად ეს რაღაცას აკეთებს, ბოლოში გვაძლევს ერთიანს და ზემოთაც რა ვსკროლოთ, პირდაპირ დაიწყებს თვლას და საბოლოო ჯამში განუღდება. Okay? რამე კითხვა ხო არა გვაქვს ამ use motion value event-თან დაკავშირებით. ერთადერთი ეს რასაც აკეთებს, ხო, ანუ ჩავაწოდეთ ჩვენი ესე რომ ვთქვა, use scroll-ის შემთხვევაში რა უნდა მოხდეს, ხო? და ამოვიღეთ რომ y-ზე, okay, ანუ height-ის scroll-ის დროს რაღაცა მოხდეს. ამას გავუწერეთ თავის target და მივაკუთვნეთ რომ okay, canvas-ზე მოხდეს და როდის დაიწყოს და როდის დასრულდეს. და შესაბამისად უკვე ჩვენ ვიყენებთ use motion value events. კიდევ ერთხელ, სადაც ჩვეულებრივად ჩავაწოდეთ ახლა ჩვენი scroll y progress-ი. მივაკუთვნეთ რომ change-ი, ხო, ანუ ცვლილების დროს მოხდეს და შესაბამისად latest-ი არის, ხო, ანუ რაღაც აი რას ვლოგავთ, ხო, ანუ შესაბამისად რა ხდება, ანუ უახლესი fresh ვერსია და ამ შემთხვევაში ეს გვაძლევს შესაძლებლობას რომ განსაზღვროთ რომ okay, რაღაცას ჩვენ ვსკროლობთ ესე. ამ შემთხვევაშიც აი უკვე ისკროლ. შესაბამისად ეს იქნება იმის წყარო, რომელიც მოგცემს საშუალებას რომ ჩვენი სურათები დავარენდეროთ. ესე.
მოდი დავბრუნდეთ ახლა კოჩი. კაი. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა? ერთადერთი რაც ვერ გავიგე არის start. ანუ იქ რაც ზევით უკვე რომ ჩამოსკროლოთ, მე ზევით ასკროლოს. ხო, ანუ ზევით ასკროლოს, ანუ უნდა განისაზღვროთ, როდის უნდა დამთავრდეს რა, ეს scroll by progress-ი. და შესაბამისად ეგ არის. ცენტრიდან ბოლოში გავდივართ, ანუ ნახე, ცენტრს რო ვახლოვდებით. მაგ შემთხვევაში იწყება და end-ის შემთხვევაში უკვე სადაც ჩვენი ეს ელემენტი სრულდება, იქ ერთიან values მივიღებთ უკვე use motion value event-ში და უკვე ზემოთ რო ავსკროლობთ, უკვე starts როგორც კი დავინახავთ, გაჩერდება რა ესე რომ. ეგ არის offset-ში რასაც ვწერთ. კი ბატონო. კაი. ვინმე ხო არ ჩამოვრჩა, ან რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, მოდი. ამ ეტაპზე დავსვათ კითხვები. სანამ გავახსენებთ. კი ბატონო, კეთილი, მაშინ მოდი გავაგრძელოთ და მოდი ახლა ამ შემთხვევაში მე ავდგები და ახლა დავიწყებ ფიქრს რაზე, რომ კაი, ახლა მჭირდება იმიჯები, რომ ანუ ეს ყველაფერი ვაჩვენო, ესე რომ. ხო? ანუ იმიჯები საიდანღაციდან უნდა მოვიტანო. შესაბამისად, პირდაპირ ავდგები და შევქმნით სვლაც. იმიჯის, სადაც ამ იმიჯებს შევინახავ. ამ იმიჯებს ახლა მე მოვაქცევ use memo-ში, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ზედმეტი რენდერი არ გამოიწვიოს ჩვენმა აპლიკაციამ. შესაბამისად, use memo არის ჩვეულებრივი, ხო? ანუ function-ი არის და სადაც შიგნით გვაქვს ერთი, როგორც Visual Studio-ში ერთი callback function და მეორე dependency array და მოდი გავაკეთოთ ეს. ეს რაღაცა გვაქვს და ასევე გვაქვს სერიალი dependency array. ეხლა ჩვენ მთავარი ლოგიკა და დავორიენტირებთ ამ function-ში. ამ function-ში ახლა რა გვექნება, ხო? ანუ პირველი რაც გვექნება, ეს არის მოდი ამის შიგნითაც კიდე შევქმნით სვლაც, სადაც ხო ანუ შემოიმპორტებულ, ესე რომ ვთქვათ, იმიჯებს შევინახავ. შესაბამისად იქნება სვლაც და მოდი დავარქვათ loaded images, რომლის ესე რომ ვთქვათ, ტიპი იქნება HTML image element-ი, ოღონდ იქნება ამათი array. და შესაბამისად ამას პირდაპირ გავუტოვებთ, თავიდან გვექნება ცარიელი array. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა ჩვენ გვაქვს 86 სურათი, ხო? ანუ რაღაც ჯერ ერთს მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე უნდა დავარენდეროთ ეს ყველაფერი ოღონდ scroll-ზე. ეხლა უნდა ვიფიქროთ, ოკეი, ანუ 86-ს ერთად ვერ დავარენდერებთ. შესაბამისად, რა არის ყველაზე კაი ტიპი იმისთვის, რომ რიგრიგობით დავარენდერო. ყველაზე კაი solution-ი, რაც მოვიფიქრე, ეს არის for loop-ი, ხო? ანუ iterაცია, სწორია ლევან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კლასიკურ for loops გამოვიყენებ. შესაბამისად გვექნება for lets I დრის თავიდან null-ს. შესაბამისად I უნდა იყოს ნაკლები ჩვენთვის 86-ზე და I++. ეს არის იდეაში, როცა ხო, ანუ გადავმაპავთ და ამის შიგნითაც მოდი შევქმნი ახლა მე const image მექნება და ამის შიგნით შევქმნი new keyword-ით ახალ image-ს. ეს რაღაცას გავაკეთებ. Okay. ეს არის ანუ ჩვეულებრივად ელემენტი შევქმნა, ესე რომ ვთქვა. და შესაბამისად image source-ი ექნება ამას, ხო? თავის image source-ი ექნება ჩვეულებრივ ობიექტს, რაც წარმოვიდგინოთ. და ამ შემთხვევაში დაგვჭირდება ახლა path-ი გავწეროთ სწორად. ამ შემთხვევაში დინამიური path-ი იქნება, რატო იქნება? იმიტომ public-ში გვაქვს image folder-ში, ხო? images. შესაბამისად მექნება აქ მე რა? აი, ხო, ჩვეულებრივად. ანუ აი რომ თავიდანვე წამოვყვეთ სწორად. შესაბამისად თავიდან იქნება 1 2 3 4 5 6 7 8 9 11 და ავალთ 86-ის ჩათვლით. და ანუ ფორმატი არის webp.
შესაბამისად, ხო, ჩვენ იმის ობიექტში source-ი გვექნება სწორად უკვე მითითებული. ეხლა ჩვენ დაგვჭირდება აი image-ზე გამოვიძახოთ მეთოდი on load-ი, ხო, ჩაიტვირთოს. და ეს იქნება ჩვეულებრივი ფუნქცია, სადაც გვექნება loaded images, ანუ ის array, რაც შევქმნით, აი ეს push-ში შევიტანოთ ჩვენი აი აქ შექმნილი image. ანუ თითოეულზე ესე რომ ვთქვათ, შევიტანოთ ამ ყველაფერს. და აქედან შესაძლოა გვექნება, რომ ავდგეთ და დავარეთანოთ ჩვენი რა? loaded images. loaded images, აი ეს. შესაბამისად მივიღებთ, ანუ images არის კიდევ ერთხელ, ხო, ანუ ფუნქცია, რომელიც გვირეთანებს loaded images, ძალიან array-ს და ამ array-ში გვაქვს ჩვენ თითოეული image-ი iterაციაზე გაკეთებული, ხო? გადალუპული ესეც შეიძლება რომ დავუყო. კი ბატონო. ოკეი, ანუ image-ები მივიღეთ, გვაქვს massive-ში. წარმოვიდგინოთ და ანუ ეხლა ფიქრი უნდა დავიწყოთ, რომ ოკეი, ანუ image-ები მაქვს მე, მაგრამ ეხლა როგორ შეიძლება ეს image-ები გამოვიყენო, ხო? ანუ კი გადავლუპავ, მაგრამ ეს გადალუპვა თანხმედრაში უნდა იყოს scroll-თან. ესე რომ, ხო? ანუ scroll-თან უნდა იყოს harmonიაში. შესაბამისად, ეხლა ანუ ამ პრობლემას როგორ შეიძლება რომ შევხედოთ. ამ შემთხვევისთვის, პირველი რაც დაგვჭირდება, ეს არის რომ ანუ გავიგოთ current index-ი რა არის, ხო? კონკრეტული ინდექსი რა არის? შესაბამისად, თუ არის 5 იქ ჩვენ image-ების folder-ში რაც გვაქვს, ის დარენდერდება, თუ არის მაგალითად 7, ის დარენდერდება და მოხდება ანიმაციის გაკეთება. შესაბამისად, პირდაპირ დავარქვათ current index, აი ესე. და ამ current index-ში გამოვიყენებთ ისევ framer motion-ის ერთ-ერთ ფუნქციას, რომელიც არის use transform. use transform. შესაბამისად, use transforms აქვს 3 პარამეტრი, შესაბამისად უნდა გადავაწოდოთ 3 არგუმენტი. ერთი იქნება scroll progress-ი, ხო, ანუ ის პროგრესი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც უკვე განვიხილეთ, რა უნდა შესრულდეს scroll-ის დროს. და location-ები პირველი იქნება 0 და 1, იმიტომ რომ საწყისი ეს არის. და ასევე გვექნება უკვე საწყისიდან საბოლოო არის ჩვენთვის 86. ესეთი რაღაცა გვექნება current index-ი, ხო? იმიტომ რომ მაგალითად 92-ს არ ველოდოთ, ან მინუს რაღაცას არ ველოდოთ, ხო? ანუ აქ წერთ გაცრად, რომ okay, scroll y progress-ზე, რასაც ვაკეთებ, რა ელემენტიც გვაქვს მონიშნული, რაზეც უნდა გაკეთდეს, ხო? ეს use motion value event-ი ვაპეისტებთ აქ და აქ უწერთ უკვე კონკრეტულად რა ლოკაციებზე გვინდა რომ შესრულდეს ეს ჩვენი ანიმაცია და ტრანსფორმაცია, ასე რომ გავიგოთ current index. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა ჩვენ logout, ხო? და დაალგონ გვაჩვენა რომ ესე რომ ვთქვათ, არამთლიან რიცხვს გვაძლევს, შესაბამისად ჩვენ ეხლა უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ის რიცხვები, რასაც გვაძლევს, ხო? ნახე, იწყებს 0-დან თავდება 1-ზე. შესაბამისად არის 0.0001, მერე 0.02 და მასე მსგავსად იცვლება, ხო, როგორც შევხედეთ. შესაბამისად, აქ use motion value event-ში, მე რაც მექნება არის ის, რომ okay, ეს scroll y progress-ი ჩავაწოდეთ უკვე ჩვენ current index-ი რო გავიგოთ, შესაბამისად, აქ მე პირდაპირ current index ჩავაწვდ. და პირდაპირ ამოვიღებ უკვე index სად მჭირდება. ამ შემთხვევაში change-ი ვალიდურია, არ ვეხებით, რა თქმა უნდა, latest-იც პარამეტრი, რაც არის ვალიდურია. აქ დაგვჭირდება render ფუნქცია, რომელსაც ჩვენ თვითონ შევქმნით, render function-ი. და render function-ში ეხა რაც დაგვჭირდება არის ის, რომ იქაც თუ შეამჩნიეთ იყო string-ები, აი ეს 0 და 1 იყო string-ები, შესაბამისად პირველი უნდა გადავაქციოთ number-ად და ამ შემთხვევაში მოდი მე უბრალოდ live-ს გამოვიყენებ, შესაბამისად შემდეგ გვექნება latest-ი, უკვე რასაც ვლოგავდით
ასე რომ გჭირდება რომ იყოს to fixed, ხო? ანუ არ გჭირდება რომ იყოს არა მთელი რიცხვი. და ამისთვის გამოვყევთ to fixed functions, რომელიც უკვე გვეხმარება რომ მსგავსი რაღაცა გავაკეთოთ. Okay? და ამის თავზე ახლა მოდით ჩვენ შევქმნით render functions, რომელიც ამ ყველაფერს სწორად დაგვიენტერებს. გვექნება const render. Renders უკვე use callback-ში ჩავსვავთ, კიდევ ერთხელ რომ რაიმე renderi არ გამოიწვიოს და use callback-შიც ანალოგიურად გვექნება callback function-ი და გვექნება dependency array. Nice. კი ბატონო. შესაბამისად use callback-შიც ახლა დაგვჭირდება რა? პირველი use callback-ში იქნება ინდექსი, რომელიც იქნება number-ი ჩვენთვის, აი ესე. და შესაბამისად აქ შეგვიძლია ახლა გავუწეროთ რომ თუ images რაც გვაქვს, image ვიცით რომ array-ა, შესაბამისად index-1 და plus ასე ვალიდაციას უკეთებთ რომ ref-ი current-ი არსებობს. აი ამ შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ref current რა შუაში. ეს არის ჩვენი lref-ი. lref-ი lref current-ზე get context გვაქვს, რომელიც მოდი იყოს 2D, ხო? 2-დან 3D არა. ამ შემთხვევაში გვექნება to raw image და აქაც უნდა ჩავაწოდოთ ჩვეულებრივად images index-1 და აქ გვექნება ეს ველივებად, ამიდან აი ეს რაღაც გვექნება და აქ ხა ყვირის ეს და გთხოვს okay images რომ ჩავუწეროთ. აი ესე გამოიყენება ჩვენი render function, ხო? დიაში აქ მე თუ არ შევამოწმებ ამას. აი ეს დაიყვირებს და მეტყვის რომ მე ამ შემთხვევაში null-ი შეიძლება მქონდესო და აქედან გამომდინარეა რომ checks ვაკეთებთ რომ lref-ი თუ არსებობს, მაგ შემთხვევაში დარენდერდეს ეს ყველა. ამ შემთხვევაში მოდი შევხედოთ, ხო? რა შედეგს ვიღებთ. ვიღეთ შეჭერობით. მოდი სვისავ ახლა. ამას მოდი background colors გავწერ. მოდი იყოს მარტივად black-ი. აი ესე. შემთხვევაში არ მუშაობს. საინტერესოა რომ არ მუშაობს, მაგრამ ერორსაც არ იტყვის. 33-ში image სჭირდებოდა. 33-ში image სხვა, ანუ callback-ი ხომ თავის dependency სჭირდება. ეს თვითონ გვანახა. ესე თვითონ გვანახა. შესაბამისად ეს აუცილებელია. ამ შემთხვევაში მოდი რას გავაკეთებ? იცი? canvas აქ თავისი ვიცით. თავისი განხვა. შევხედოთ.
კი ბატონო, აი მაგის ფალი იყო. და აი ეს არის ჩვენი ესეთი ამაზი ანიმაცია. გერთხო. ანუ თავისით ავტომატურად არენდერებს აინახე, აი ნებად, ხო, სურათები არის ყველა. მაგრამ სწრაფ სკროლზე ისე ჩანს, რომ თითქოს ანიმაცია არის. აბა თუ გამოგვივიდა ეხლა ყველას მომდევნოს. კანვასშია შეცვალე. რაღაც სტილი რო შეცვალე ვერ დავინახე. აი ნახე მაია, აქ class name-ში გვეწერა და canvas თვითონ აქვს თავისი property ვიცი და height. და ეს ანუ ჩანს. class name-ი აღარ გვინდა, უბრალოდ ხო, ვიცი. class name-ი წაუშალე და ვიცი და height. ხო, class name-ის გამო არ არენდერებდა სიგრძეს და სიგანეს ესე. აბა თუ გამოგვივიდა ყველას. ლეონ გამოვიდა? ბოლომდე არა. აი მოდი ეხა გავთიშავ ჩაწერას.